ჩვენს რეგიონში და ჩვენს სამეზობლოში უმძიმესი ვითარება შექმნილი, ომია ჩრდილოეთითაც, ხო, უკრაინასა და რუსეთს შორის, ომი არის ჩვენ სამხრეთ მიმართულებითაც, იქ ლიბანში კრიზისია, ირანში კრიზისია და ამ პერიოდში იმატებს ხოლმე მნიშვნელობა აი ამ სატრანზიტო გზების, დერეფნების და ასე შემდეგ. და ბუნებრივია შეერთებული შტატებიც, რომლის ადმინისტრაციაც რა თქმა უნდა ყველგან და ყოველთვის ცდილობს რომ დაიცვას კაპიტალის ინტერესები, ამ კაპიტალის გადაადგილების შესაძლებლობები, დაინტერესებული არის საქართველოს გეოგრაფიით. დაინტერესებულია იმით, რომ ჩვენთან გაიაროს, თქვათ, ამერიკული კაპიტალის წარმოებულმა პროდუქტებმა და ასე შემდეგ. მაგრამ ეს სატრანზიტო ფუნქცია თავისთავად ვერ შესრულდება საქართველოს მხრიდან, შეერთებულმა შტატებმა ამ განცხადებით კონკრეტული წინაპირობები და დავალებები მისცა საქართველოს ხელისუფლებას. პირველი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მავნე საერთაშორისო გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს ეს ზონა. ანუ პირდაპირი მოწოდება, რომ რუსეთი, ირანი, ჩინეთი თუ იქნება აქ უსამართლო ეკონომიკური წესებით და თამაშის წესებით ჩარეული, შეერთებული შტატების ინვესტიციები აქ არ შემოვა, შესაბამისად პირდაპირი მოწოდება, რომ ეს ავტორიტარული ქვეყნების ეკონომიკური გავლენაც კი ჩვენს ქვეყანაში დაბალანსდეს. და მეორე და უმნიშვნელოვანესი წინაპირობა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა პირდაპირ წამოუყენა საქართველოს ხელისუფლებას, ეს არის პოლიტიკური სტაბილურობა, დიალოგი ოპოზიციასთან და დემოკრატიული ინსტიტუტების წავიკითხავთ ციტატებს მაშინ. ნახეთ, ჩვენ ამერიკასთან ურთიერთობის თამასა გქონდა ძალიან მაღალი. ჩვენ ვიყავით სტრატეგიული პარტნიორები, მიმდინარეობდა სტრატეგიული დიალოგი და ასე შემდეგ. ამ თამასაზე დღეს ლაპარაკი არ არის იმ ნიშნულს, ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვერასოდეს ვერ დაუბრუნდებით. ეს ერთი. და შეერთებული შტატების ადმინისტრაცია გამოყოფს კონკრეტულ სამ სფეროს, სადაც მზად არის საქართველოს ხელისუფლებასთან ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში თანამშრომლობისთვის. ეს არის ენერგეტიკა, ეს არის უსაფრთხოება და ეს არის ტრანზიტი და ეკონომიკასთან დაკავშირებული ამბები. ანუ პოლიტიკური პარტნიორობა და პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ურთიერთგაძლიერება შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ეს საკითხი ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას. ქართული ოცნება, რომელიც ამდენი ხანი, თქვათ, არაცდენდა არც ერთ პანაშვიდს, რომელიც ირანში ჩატარდა, მარია ზახაროვას განცხადებების კოპირებას ახდენდა ყოველდღიურად. იქ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა, ეხლა ნელ-ნელა მოტრიალდება ამ სამი უძლიერესი, ირანი ცოტა დასუსტებულია სახელმწიფოსგან და დაადგება ისევ დასავლეთის გზას. მათ ხო თავისი ანგარიშები აქვთ ამ ავტორიტარულ ქვეყნებს ქართულ ოცნებასთან და ამ ანგარიშების გასწორებასაც მოთხოვენ. ასე რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ქართულ ოცნება, შეიძლება ბიძინა ივანიშვილს გონია, რომ ტრიუქს ჩაატარებს, მორიგ ტრიუქს ჩაატარებს და იქით ჩინეთს გადააგდებს, აქეთ ამერიკას გადააგდებს, იქით რუსეთს მოთაფლავს და ირანს კაი როგორმე მოულის, მაგრამ ესე მარტივად არ არის საქმე და ჩიხშია და ძალიან უჭირს ნახს. 2 წელი გავიდა. 2 წელი არის რაციონალური და ლოგიკური ვადა, რომლის განმავლობაშიც ჩვენ შეგიძლია მოიპოვო ვადამდელი არჩევანი. ადამიანებს ბოიკოტი გამოაცხადეს, ხალხი ქუჩაში გამოვიდა, ეს პროტესტი გრძელდება, უნდა გაგრძელდეს კიდეც. უბრალოდ 2 წლის მერე ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა უკვე აზრს კარგავს, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო რჩება მორიგ არჩევნებად. ჩემი აზრით, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებაც სწორედ აი ამ ვითარებას ეხმიანება და ამბობს, რომ უკვე ვადამდელ არჩევნებს აზრი არ აქვს. წინ არის 2028 წლის არჩევნები და თქვენ იბრძოლეთ იმისთვის, რომ შექმნათ დემოკრატიული გარემო ამ არჩევნებში მონაწილეობისთვის. შესაბამისად, ეხლა წესით და რიგით ოპოზიცია ერთიანი ფრონტით უნდა დაირაზმოს იმისთვის, რომ თამაშის წესებზე შევთანხმდეთ და გავაუმჯობესოთ თამაშის წესები, ანუ ნორმალური საარჩევნო გარემო გქონდეს და ამ ნორმალური საარჩევნო გარემოს მისაღწევად რა ტიპის რეფორმებია გასატარებელი, ჯერ ამაზე შევთანხმდეთ და ეს მოვითხოვოთ და 2 წელი მართლა ძალიან ცოტა დროა არჩევნებისთვის და უკვე დღესვე უნდა გქონდეთ ღილაკზე დაჭერილი ხელი ოპოზიციურ პარტიებს და საარჩევნო რეჟიმისთვის უნდა იყვნენ მზად. იმიტომ რომ 2020 წელს ბოიკოტი გამოცხადდა, 2024 წელს ბოიკოტი გამოცხადდა, ეხლა კიდე 2008 წელსაც ბოიკოტში რო წავიდნენ, ან კიდე თვითმმართველობაზე 25-იც ფაქტობრივად ნაწილობრივი ბოიკოტი იყო. ბოიკოტი იყო, ანუ სულ ბოიკოტს
ბოიკოტს აქვს მნიშვნელობა თუ მას შედეგი მოაქვს ხელმოსაჭიდი. გარკვეული შედეგები მოიტანა, ეს დემოკრატიისთვის ბრძოლაში გამოგვადგება, მაგრამ ეხლა სხვა გზა უნდა ვცადოთ, იმიტომ რომ რეჟიმის ცვლილება ამ ბოიკოტით ვერ მოხერხდა და წინ არჩევნებია და ყავს მოწინააღმდეგეთ ეს მონსტრი, რომელიც შენ იმდენად დიდი ოდენობით ადამიანების მობილიზება მოახერხო, რომ ხელისუფლებას ეს თავისი ბერკეტები გაუცუდდეს. 2012 წელს მაგალითად ეს მოხდა. მაშინაც უამრავი ბერკეტი ჰქონდა სააკაშოს და ნაციონალურ მოძრაობას, მაშინაც იყო ფალსიფიკაცია. ჩვენ კარგად გვახსოვს მაგალითად ხაშურის ეპიზოდი, როცა ავტომატებით შევიდნენ საარჩევნო უბანზე, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაეყარათ. რატომ? იმიტომ რომ მასობრივად იყო მობილიზებული ხალხი და ამაზეა სამუშაო. ეს გრძელვადიანად ფიქრობენ ადამიანები, ხო? დღევანდელი დღით არ განსაზღვრავს თქვათ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან მიმართებით რა პოლიტიკა ექნება. სულ მცირე ის აი ამ საარჩევნო ციკლებს უყურებს და აკვირდება. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატებიც ემზადება საქართველოში, შეერთებული შტატები მთლიანად არა, საქართველოზე პასუხისმგებელი პირები ემზადებიან იმისთვის, რომ აი ამ ახალ საარჩევნო ციკლში მაინც შექმნან ისეთი სიტუაცია, სადაც უფრო დემოკრატიული, უფრო გამჭვირვალე და უკეთესი არჩევნები ჩატარდება. მაგრამ მე ვიმეორებ იმ მთავარ ხაზს, რაც გვაქვს ჩვენ სოციალ-დემოკრატებს. ჩვენთვის სოციალ-დემოკრატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების განცხადება, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ევროკავშირის განცხადება, სანამ იქ ტრამპის ადმინისტრაცია, ასევე ვაკვირდებით თქვა ჩინეთი და ირანი რაც იტყვიან, მაგრამ მთავარი ჩვენთვის არის აქ ადგილზე საქართველოს მოსახლეობის განწყობა, მისი ორგანიზება, მისი ბრძოლის უნარიანობა და მისი პოზიცია. საგარეო პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სულ აღიაროს პირობითად ტრამპმა ის ივანიშვილი და თეთრ სახლში მიიღოს, რაც ფანტასტიკის სფეროა, ეს ჩვენს ამოცანას არ ცვლის. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ოლიგარქია, ეს უსამართლო რეჟიმი ჩაგრავს და საზიზღრად გვექცევა და ლუკმას გვართმევს და განვითარების საშუალებას არ გვაძლევს, ის შევავიწროვოთ და გაუშვათ ხელისუფლებიდან. ასე რომ ძალიან უნდა დავაკვირდეთ ყველაფერს, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, ზოგიერთის პოზიციას პატივი უნდა ვცეთ, ზოგიერთის უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ ეს ჩვენს ამოცანას არ ცვლის. ასე რომ მაინც და მაინც ასე ვთქვათ დიდი შიშით არ უნდა ვაკვირდებოდეს იმას, აი ხა ეს დინამიკა მოდნა მოიმატა თუ ოდნა მოიკლო შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. საერთოდ ირაკლი კოვახიძის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია, რომ ყოველთვის საუბრობს სხვებზე, სხვის დანაშაულზე, სხვის პასუხისმგებლობაზე, სხვის გაკეთებულ სულ საქმეზე და საკუთარ თავზე წარმოდგენა აქვს, რომ არაფერი არ დაუშავებია, ყველაფერში მართალია, არის წმინდა და მალე ფრთები ამოვა და აფრინდება აი ამ თავისი სიმსუბუქით და სისპეტაკით. ხო, ეს ესე არ არის და ეს განცხადებაც ამას მოწმობს, რომ ის არის შიდა აუდიტორიისკენ მიდრეკილი, რომ ეს თავიანთი ხაზი გააგრძელონ, რომ აი ყველაფერში ევრობიუროკრატია დამნაშავე, ყველაფერში ბაიდენია დამნაშავე და ასე შემდეგ და ეხლა თითქოს ეს ახალი ადმინისტრაცია რაღაც შანსს მისცემს. ესეც ტყუილია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ კომპრომისებზე წავა ქართული ოცნება. წავა თუ არა ის კომპრომისებზე, თუ არ წავა კომპრომისებზე, მასზე ზეწოლა გაძლიერდება ყველა მხრიდან, როგორც დასავლეთიდან, ისე მგონი აღმოსავლეთთანაც არ აქვს მაგათ ბოლომდე დაალაგებული სიტუაცია. და რას აკეთებს შიდა პოლიტიკაში ქართული ოცნება, როგორ პოლიტიკას ატარებს, აი ტრადიციულად ყველა ავტორიტარიზმს ახასიათებს აბსურდულობა. და უკვე შიზოფრენიის ეტაპზე გადასვლა, ხო? აი მაგალითად საფარ მურად ნიაზოვი, რო იყო თურქმენეთის პრეზიდენტი, ამ კაცმა აკრძალა ოპერა. რომ ეს ოპერაო არ შეესაბამებაო იმას თურქმენეთის კულტურასო. აი მაგალითად კიდე ერთი აბსურდი შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ პოლ პოტმა კამბოჯაში აკრძალა სათვალეები, იმიტომ რომ სათვალე ვისაც ეკეთა, ის ითვლებოდა ინტელექტუალად, ჭკვიან ადამიანად, ესე იგი ხელისუფლებას უპირისპირდება და ის უნდა მოუკლათ და დახოცეს 2 მილიონი ადამიანი იმ კამბოჯაში. ღმერთმა დაგვიფაროს ჯერ თურქმენეთის და კამბოჯის დონეზე არა ვართ, მაგრამ რას ვხედავთ ჩვენ აქ, რომ სახელმწიფო ოფიციალურად ქმნის
დაწესებულებას, ინსტიტუტს, რომელმაც უნდა შეამოწმოს Facebook-ზე პოსტები, ჩვენ წინასწარ ვიცით, რომ ამ დაწესებულებას არ ექნება იმხელა რესურსი, რომ ერთიანი სტანდარტი დაიცვას. შესაბამისად, ხედავთ, რომ გვეყოლება რაღაცა სამსახური, რომელიც ორმაგი სტანდარტით იმოქმედებს და თუ ხელისუფლებას შეაგინე, დაგიჭერს და თუ ხელისუფლებამ შეგაგინა, იმათ არაფერ პასუხს არ მოთხოვს, ხო? აი ამ ტიპის აბსურდამდე მივდივართ ჩვენ და როცა შიგნით ესეთ სისტემას აშენებ, ესეთი დამოკიდებულება გაქვს, ხო? იქ მე არ გაქვს შენ უფლება, რომ ესე ილაპარაკო, როგორც ირაკლი კობახიძე ლაპარაკობს, რომ აი თუ უნდა ამერიკა მოვიდეს, დაგველაპარაკოს და აი თუ არ უნდა, ნუ მოვა. ანუ დიდი კმაყოფილება აქ მე ამას ხაზე რატო გავუსვიო, რომ დიდი კმაყოფილება ხელისუფლებას არ ეტყობა ამ ვიზიტის შემდეგ, რომ რაღაც თითქოს გამოსწორდა. ან მაინც ეჭვის თვალით უყურებენ და ან შეიძლება ისეთი პირობები დააყენონ ამერიკამ, რომ წინასწარ რომ ვერ შეასრულებენ, არ ვიცი. თან იცით რა არის ბოდიში ერთ სვიტყვი, აი გახსოვთ, როდესაც ერევანში სამიტის დროს შეხვდა ბატონი კობახიძე იმას ზელენსკის. აი ეგრევე ისტერიკაში ჩავარდა და ყველა კომენტარში იმეორებდა, რომ მის ინიციატივად შევხვდით, მე არ მინდოდა შეხვედრა, ხო? ანუ ეს იყო გზავნილი ვიღაცისთვის, რა თქმა უნდა, კრემლში, რომ აქ მე კი არ ვიჩენ ინიციატივას, მე კი არ ვერთვები ამ საკითხში, არამედ აი თვითონ მოვიდნენ და მელაპარაკებიან. აქაც ეს იგრძნობა, რომ ბატონი კობახიძე და სხვები ანგარიშვალდებულები არიან გარკვეულწილად იმ ადამიანებთან, ვის განცხადებებსაც ერთ-ერთში მეორებენ, ხო? საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის და ასე შემდეგ. და ეს გზავნილი მათთვის, რომ აი არ გეგონოთ, რომ რაიმე სერიოზულზე მოვილაპარაკეთ, ყველაფერი ისე ვისია, როგორც ადრე იყო, არაფერი სერიოზული არ შეცვლილა რა. აი ეს დამოკიდებულება.